მეგობრებო, ჩვენი TikTok არხიც გამოიწერეთ. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გემრიელი თოვლი მოვიდა რა. ჯერ ჩვენ ქოს ესეთი თოვლი არ ვნახავს. პირველი სეზონი. გამარჯობოთ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობოთ. მოკლედ ერთი კულინარიული ვიდეო ჩავწეროთ კიდე, ისე როგორია შუა ზაფხულში რო ვაშენებთ, ეხლა აგ გუგუნებთ, ბატონო დავით. მოდი ერთი ძალიან ფრიად საჭოჭმანო რაღაცა მინდა გავაკეთო. თუმცა ეგ მარტო ქართველების არის საჭოჭმანო, მუსულმანურ ქვეყნებში ამ რასაც მე ვაპირებ, მაგას იცნობენ. ну ქრისტიანებიც იცნობენ, მაგრამ მუსულმანები უფრო რელიგიური თვალსაზრისით არ ჭამენ ღორს. ამიტომ ჭამენ ცხვარს, ძროხას, ახლემს და ცხენს. ახლემს და ცხენს. ო, შენ ძრო რომ მუსულმანურ სამყაროში ძაღლი ითვლება უწმინდურ ცხოველად. დაკლავენ? არა, არ აკლავენ. სახში ძაღლის შეყვანა არ შეიძლება. მოკლედ მეგობრებო, უყურეთ აი ესეთი რამე მაქვს. ნეკნია და ნეკნის აი ესეთი ადგილია. ეხლა მოდი ვილაპარაკო თვითონ ამაზე. კულინარიული დანა დამჭა, ამიტომ ბატონმა ვანო ბატონ დავითს აჩუქა ესეთი დანა და რავი ამას გამოვიყენებ რა. მოკლედ თუ გადაწყვიტეთ რომ გააკეთოთ საქონლის ხორცისგან წვადი, არანაირი ბარკალი, არანაირი კისერი და მკერდი და რაღაცა. უნდა იღოთ აი ეს ნაჭერი. აი ეს ნეკნი და აი ეს ნაჭერი უნდა იღოთ მწვადის შესაწვავად. დანარჩენი ამაში არაფერი არ გამოდგება. ისე გემრიელი სათმელია? ესა? გაგისინჯავს საერთოდ? როგორ არ გამისინჯავს გქონს. მოკლედ აი ეს ამბავი უყურეთ გარედან ქონიაკ აჭერით. ო, კარგი გალესილი დანაყოფილი ბატონო დავით. მე არ გამილესიე რა. კაცო, ბატონო ვანო ხო გალესა რა. ეს. აი ეს. ეს მოდი ორნიარია, ხო? ვანო ფეხი აჩვენე რა, წამალი ამოუტანე წახს რა, ვისაც გახსოვთ. შეჭამე. მოდი შენცა მოდი, აი. გაუარა ფეხი. მოკლედ ის მოვაჭერი და მე უკვე ვიწყებ აი ამის ამოღებას. ეგ არის რაც არის? არა, ეს თუ მწვადი გადაწყვეტეთ. საერთოდ საქონლის მწვადი არ არის რა. ქართველები გოჭონას მივირთვით. გოჭონა რაჭულად თქვი. რაჭაში მოფერებით ეძახიან, ტკბილი ხალხია რაჭოლები და მოფერებით ეძახიან. შენ იქნები დათუნა. მე ზურიკელა ალბათ. ო დათუნიკა, ხო, დათუნიკა. სახში რატომღაც მაგას ეძახიან. მოკლედ, აი შეხედეთ. აი ესეთი რამე უნდა მივიღოთ. ეს რავი, შეგიძლიათ რამე დაამზადოთ, პირდაპირ შეწვათ. მოკლედ ეს ამ ამბავში აღარ გამოდგება რა. ბატონო დავით, მოდი ეს გადავდოთ იქით. ეხლა შევუდგეთ მეორე იმის გაკეთებას. ხო და ძალიან სუპერ მწვადი უნდა გაგიკეთო რა. საქონლის ხო არ გიჭამია, ნაღდი ვიცი არ გიჭამია, იმიტომ რომ მე შენთვის არ შემიწვია და მარტო არ ამგონია რომ მას ჩააფრინდე, ხო ეგრეა? აი ნახე ის ეხდება კიდევაც, აი. მე ის მაგნაჭა. რა, ვა? ერთხელ ჯარში ვიყავით ჩვენთან ერთად რა. ძალიან პატარა ვიყავი და გოჭი ღორის მწვადი მაჭავენ. ქათმის. ქათმის. გეშტაბის სასადილოში. მიირთვი? შენ საკაცო. ძვლები თქვენ შეგხვდებათ, ასე რომ ძალიან მაგარ ადგილას ვარ ნამყოფი. არა, ფეხმა გაუარა, ხო? ძალიან მაგარ ადგილას ყოფილი ვარ ნამყოფი. სადა? გეშტაბში. გეშტაბში? ვიცი, გენერალური შტაბი ქვია მაგას. იქ რომ მუშაობდი ერთხელ, ხო? აი ეს. მანდ მოედანიც იყო, ხო? კალათბურთის. კალათბურთის მოედანიც იყო და ყველაფერიც იყო. კი ბატონო.
იყო დრო როდესღაც იქ მოღვაწეობდით. აი ეს. ჯანი გასა. აი ეს. აი უყურეთ. ორი შესანიშნავი ნაწერი ამოვიხე. და ეხლა ამას მე დავჭრი ისე რომ საშამფურეთ გამოვიდეს. მაგრამ ზოგადად პირდაპირ ვთქვათ რა. საქონლის ხორცი შეხედეთ ახლო მინდა რომ გაჩვენოთ რა. აი ამ სტრუქტურას შეხედეთ, ისედაც რბილია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სხვა ნაწერი არ ამოაჭრათ. თუ მწვადად გადაწყვეტეთ, ეხლა თუ სოუსს აკეთებთ ან რაღაცას შეგიძლიათ და კიდე აი ახლო მოიტანევანო. აი შეხედეთ ამას, აი ესე ზოლი რო გასდევს. არ მოგერიდოთ რომ თქვათ რომ იქ დამახიჯდება რამე, ზუსტად ამ ზოლზე ჩაჭერით. იმიტომ რომ ხორცი რო შეიწვება, ქონი დარჩება შიგნით და არ იქნება სასიამოვნო. აი ამას ესე მოჭრით. ანუ ქონი არ იქნება მაგას? არა, ქონი გარედან უნდა იყოს. გამიგე? აი, ქონი უნდა იყოს გარედან. რომ მოიბრაწოს, უქონოდ საერთოდ მწვადი არ ვარგა. ეხლა აი ნახეთ, დარჩა ესეთი ნაჭერი. მოდი ეს ამ საწყლეს ვაჭრე. ამას ნუ გამოიყენებთ. ქონს გავაცლი. არა, ამას მე ქონს გავაცლი და ამათ ვაჭრე. აი ესეთი ნაჭრები უნდა გამოვიდეს, აი შეხედეთ. ხლა მეორესაც დავჭრი. რა გამოიყურება. ერთი კაცი ვიცოდი, ცოცხალ ღორზე, კაცო, ნერწყვი მოძე, იდგა ნერწყვი, რა მოგივიდა. ნახე რა მაგარი, ცოცხალ ღორზე. მე ვთქვი რა იყო, ნადირი ხარ, აი, კუნთის სტრუქტურა ნახეთ. ხორცის როგორ იშლება. ანუ ეს არის ძალიან რბილი რა. ეხლა ეს ჯერ როგორ აჩანს და მე რო შეიწვება, ნახავთ რა გამოვა. მას ესე შუაზე გადავჭრი. ცუდი ხორცი არ იქნება. ესა? არა, ძიან იყოს ხორცია, კაცო. აწურის ოჩი რო აი ეს თხელი ფენა შეგიძლია დაუტოვოთ, ეს არ გააცალოთ, უბრალოდ შიგნით არ მოყვეს ამაში. გარედან იყოს, რომ იმას იზავს, რა ქვია. ეს ვარ გავთვალე. რა? ხა. ხახვი. ეხლა უყურე ბატონო დავით. ეს ხორცი აქ დავალაგოთ. ამისათვის აუცილებელია ხახვი. ხახვი ჯობია იყოს წითელი, იმიტომ რომ უფრო მეტი წვენი აქვს რა. მე ახლა ერთ სალ ხავს დავამუშავებ, გაჩვენებთ, მე არ მინდა რომ თქვენ დაიტანჭოთ რა. ამის ყურებით. ყურე. ხახვი უნდა დაიჭრას რაც შეიძლება წვრილად. გაგაჭრის? კი, დანა კარგა აგალის. აი ეს არ გამომდის რა. მე ხო ვიძახი რომ ყველაზე დილეტანტი ისა ვარ. ბატონი მზარეული ხო? გასილი ხო კაი იქნება. ვანოს ესმის დანები. იარაღები არ ესმის თუ რა? იარაღებიც ესმის და სხვათა შორის ერთი-ორჯერ ქალებსაც კი გაუგო, მაგრამ ბოლოსაც თქვა რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ანუ არა ეს არის რა ქვია. თუ ესმის მე შედიხვალ ესმის. მოგეთ ხავს აიღებთ ხელში. რაც შეიძლება, მაგრამ მოჭყიდეთ რა. და აი მასში აურიეთ. თან რაც შეიძლება ბევრი. თუ საშუალება გექნებათ, ხახვი რაღაცაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ, მერე გამოწურეთ და ხახვისთვის დაასხით ცოტა წყალი. და რამე ჭურჭელში ჩაალაგეთ ზემოდან ხახვი, ხახვის წყლიანი დაასხით და ეგრე დატოვეთ. ეხლა შავი პილპილი უნდა ამას აუცილებლად. სკამი ვიპოვე. როგორ? სკამი ვიპოვე. ამას ხახვი ძალიან ცოტა ახეთ, 3 წალი ხახვი მაინც უნდა რა. იმიტომ რომ ხახვის წვენი რო გამოდის, ის არბილებს ამას. თუ ხახვის წვენი ამაში არ შევიდა, ეგ უეჭველი რაღაცა არის, ფიქრობთ რომ ამას არ გამოიყენებ რა. ხახვის წვენი აუცილებლად უნდა ამისათვის. ნუ მარილი რასაკვირველია. ლამას აურე ეს. ხახვის წვენს ეხლა 1-2 წელ ხავს კიდე დავჭრი. ხო და
დავტოვებ 3 საათი მაინც. 2 ან 3 საათი აუცილებელია ეს, რომ ამან დაისვენოს ხახვის წონმა იმოქმედოს, შიგნით შევიდეს ხორცში და სულ ყველაფერი გაუჭდეს. ეხლა გამოვთავ. ამას ხავს დავაყრი და უკვე მე შეწვის პროცესს გაჩვენეთ როგორ უნდა და რანაირად. ამას მეტი არაფერი არ უნდა ვქოთ. არანაირი სუნელი არ ვქნათ, არაფერი არ ვქნათ, აი ეს ისე ცოტა პატარა შავპირპილს მოვაყრი და იქნება. კაი, ახლა დავიწყო და მე გავახცელოთ. მოკლედ, მეგობრებო, გავიდა 3 საათი. ცოტა მოსაღამოვდა კიდევაც. აი ესეთ მდგომარეობაში მქონდა ეს ხორცი. და ახლა მოიტანე. შეხედეთ ფერი როგორ შეიცვალა რა. ეხლა ამას ყველაფერი ზედა აქვს რა, ანუ აღარც მარილი უნდა, იმიტომ რომ მარილი გაკეთებული მაქვს. პირდაპირ წამოვაგებ, ხო ეცადეთ რომ ხახვი ზედ არ დარჩეს. იმიტომაც ვიძახდი რომ ის რა ქვია, თუ ხავს გაწურავთ მეთქი. კარგი იქნება და მე წყალში გახსნით. რომ უფრო მაგრა გაუჯდება რა, ეხლა საველე პირობებში მაგის საშუალება ხორცმა შეიწოვა ეგ ხახვის წვენი? ხო, და ხედავ როგორ გააწითლა. ხო სხვანაირი იყო, სხვაფერი იყო ხორცი. ესე ხო? აჰა. მოდი, რამდენი საიგება, აიგება, ხო ეგრეა. ერთს კი ვიტყვი, ღორზე ძვირი სიამონება არის, ეხლა ხორცი, საქონლის ხორცი უფრო ის არის, რა ქვია, ძვირიღის. მაგრამ სამაგიეროდ, აი ბავშვები თუ ყავთ ქოლესტერინს თუ ერიდებით. ან უბრალოდ სპორტმენი ხარ. არა, გემრიელი ჭამა გიყვართ რა. და სხვადასხვა რაღაცების დაგემონება ყველა ვარიანტში ცადეთ ამის გაკეთება. აი ისეთი კარგად გამოიყურება და ისეთი აი სუნი აქვს. ხახვის უკვე ბლომად აღებული რა. თუ ვიღაცა მეტყვისო ხახვი არ უნდაო, შეგეწინააღმდეგები და გეტყვით რომ ხახვი აუცილებელია. აი მარილი რო არ დააყაროთ, უფრო ის იქნება ასატანი, ვიდრე ხახვი რო არ დააყაროთ რა. ხახვი გააცალეთ. მაგას მარილი უნდა? ბატონო დავით, შავ პირპილ და მარილო დავაყარე, ხო ნახე? კი. ამას ქვია დაბასთურმება, ანუ შავ პირპილ და მარილთან ერთად არის. შენ რატოზე ხარ ეგრე მოწყენილი? თოვლის პაპას აკეთებდა და არ გამოვიდა, იმიტომ რომ კიდევ აკეთებ. იმიტომ არ გამოვიდა, რომ ისე ცივა, თოვლი გახდა ქვიშასავით. და ოღონდ ცივი. ა? ოღონდ ცივი. ხო, არ ეკრობა რა. ესე და მაინც ეს. გავაკეთე. თოვლის პაპას? იყოს ნუ აი ეს ნაჭერი მე რაღაცა არ მომწონს, მაგრამ არა უშავს. რახან ქონიაკ. თოვლის ბაბუა თუ თოვლის პაპა? დასავლეთში ბაბუა, აღმოსავლეთში პაპა. ჩვენ რახან აღმოსავლეთში ვართ, მოდი, შევთანხმდეთ, რომ პაპა დაუძახოთ, კარგი? თოვლის ბაბუა. აი ეს. ეხლა ნახეთ. ეს ხო დავალაგე. როგორ მესიამონა. დიდი ხანი არ უნდა ედოს 6 წუთზე მეტი თუ გადაცდა ამაზე, ანუ შეწვის პროცესი. არაფერი არ გამოვა, აი დრო დაინიშნეთ თუ გინდათ, როცა წვავთ. ანუ დიდი ხანი არ უნდა ამის გამო? 6 წუთი უნდა. შენაჭარი. და ისქენით რა ქვია, ხშირად ატრიალეთ. და მე ზღურის ხორცი არ არის, ამის შეწვა არის სულ სხვანაირი ის რა ქვია, ტექნოლოგია რა. აი ბატონო დავით. ეხლა ესე ნელა-ნელა, ეხლა 6 წუთი ხო ესე არ გეჭირება ბატონოვანო. შენ შეგიძლია რამე ზღაპარი მოგვიყვი არ ანეკდოტი. სანამ ეგამბავებით ის. კოკოზე ვერ მოხვები. არა უშავს. მოგეთ მეგობრებო, ეხლა ამას მე კაცად მაშინ ხარ სახები თუ ეს წესი წესად არგე. ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა მე დღეს ვისვრა ვარგე. ყოჩახ შვილო. ეგ მე არ მოველოდი რომ მაგას მეტყოდი რა. უნამუსო კაცთან არ მიხვიდი არასოდეს. გაიგეშენა. აი თუ თქვა რომ არა უშავს მე რა მოდი ეს ერთხელ და რაღაც. გაწერილია ხო? რა? ეს. არა. აბა. აი უკვე აღარ უნდა გეთქვა. აღარ მახსოვს. ილია ჭავჭავაძე. ეგ ისეთი კაცი ყავდა. მოგვიკლეს შვილო. ვიცი. ეგ კაცის მოგვიკლეს.
და რო არ მოეკლათ და ეხლა ცოცხალი ყოფილიყო შეიძლება ეხლაც მოეკლათ ეგეთი ხალხი არ უყვარს ზოგ-ზოგიერთებს ილიასნაირი მაგან გაგვატარა ძალიან რთული და ისეთი პერიოდი მოგეთ მეგობრებო ეხლა სოფელში შეიწვას ეს გადმოიღო და გავსინჯო და ვნახოთ რა გამოვიდა ბატონი დავითი ისევ ამას ეწვალება რა ახლო მოიტანე შეხედეთ ხორცმა ფერი როგორ შეიცვალა აი სადაც ქონი ქონდა იქ უკვე ოქროსფერი გახდა და შიშხინი დაიწყო აი ესე აი აქ უკვე ეს მოიბრაცა კიდე ერთხელ ვიტყვი და დიდი ხანი არ გააჩეროთ და რა ამის მთელი მუღამი ის არის რომ ხშირად უნდა ატრიალოთ რა ამას უნდა ეხლა დაახლოებით 2 წუთი კიდე რა 3 წუთი და გადმოვიღებ და გაჩვენებთ როგორი გამოვიდა მელოდები ზვასოდეს მოგცემ ისე ამას ის გაუკეთოთ რა ვანო რა ამათ ძაღლების ისა რა ქვია რა დოქში ხო არის აინც არ ვიდაშები ვთხოვოთ თუ გვაჭუქა თუ არა და ჩვენით უნდა ჩვენ თუ ვინმე საგაქვთ მეგობრებო რავი ძაღლის ისა რა ქვია თავისაფაეროა რაღა ან ჩვენ გავაკეთებთ რა ვიცი რა თუ დაგვეხმარები და სამნი არიან ესა ფეხი გაფუჭებული და ტაისონა და თვითონ ეშავ სამნი არიან კაცო ერთი ის აი მეორე აქა ტაისონა არა ჩანს რაღაცა ხო იცი იქ დავითი კი ტაისონა მაგარი მამა ძაღლია მე მოვასწორე ძალიან ყოჩაღია რა ეხლა მე შემწვას გაჭმევ შენანახი ამ თოლში ნუ დაძვრების თუ რა მოკლედ მეგობრებო შეხედეთ როგორი გახდა გამომართვი აი როგორია სერიოზული ფერ შეხედეთ აი ორთქლიაზდის რა მაგრაყინავს აი ესეთი უნდა გახდეს აი ამაზე მეტი აღარ შეწოთ ბატონო დავით მომეცი ახლა ეგ შამპური აქა მიდი ღვინო მოიტანე პური და ტყემალი კარგი შენი შეგულო გაიუკეთებინა ქოხში მაგრამ ისეთი მაგარი ის არის რა ქვია პატარა ავათალე ბატონო დავით მოდი მოდი ღვინოსაც წამოვიღე ორი და ღვინო დადე მანდ ნუ თამას ტყემალი ხდება აუ შიგნით შეწუნიანია მაიცა კიდე მოვიდა ღვინოს გაზე მიდიხარ ღვინო მოიტა ეს არ გეგონოთ რომ სისხლია რა აიღე დადე კაცო აი შიგინდან არის აი ესეთი ბატონო დავით რომელი ნაჭერიც გინდა აიღე მე მანამდე ღვინოს გავს აი ამას ჯერ ამის ტყემლის გარეშე გავსინჯო მე აბა რა ტყემლის გარეშე უნდა გასინჯო რომ ჭეშმარიტი გემო გაიგო მაგისი როგორია წვენი გაუშვა მაგარია ეოში ხორცი გასკდა გასკდას ნიშნავს და წვენი გამო რომ მოუჭირე კბილები წამოვიდა ხო წვენი აი გარი აი წვადი უნდა იყოს ცრიანი ოღონდ არავინ არ დაიწყოს იმის შეჯიბრება ღორისა ჯობია თუ საქონლის ასაკვირველია ღორი ჯობია მაგრამ ჯობზე არ არის რა ეს ცალკე თემა აჰაშებული შეატანე ოდი ბატონო დავით მეც ეცალი ცოტა მე შევჭამო რომ რა თქვი გასკდაო ჭეშმარიტად ო ბოლდი ბატონო დავით ნამუსიან ხალხს გაუმორჯოს ამინ
იყო ფიროსმანაშვილის თამადობით. იცი ვინ იყო ეგ კაცი? ხატვარი იყო და კაი კაცი იყო. ძალიან ბევრი კაცი იყო, მაგრამ მაგის თამადობით მინდა დავლიო. რაცაც ახეტავდა, იმას ახატამდა რა. გაიგეშა. კახილი იყო. უყურე, აი შულზე ადამიანს აქ ნამუსის ძარღვი. ყველა ადამიანს აქ. ოღონდ ადვილად აწყდება რა. როგორც კი რამე გოთრნობას გააკეთებ ცხოვრებაში, თუ ჩაიფიქრე ღმერთმა დაგიფაროს. სიცხლე არ წამოვა, გაწყდება. გაიგე, ის გაწყდება. და მე ცხოვრება გახდება ადვილი. ნამუსიანი კაცი საერთოდ რთულად ცხოვრობს. სხვისი დარდი ადარდებს, სხვისი ჭირი თავის ჭირად მიაჩნია. ვერ ჩინმენდლებს აშოულობს და ვერ თანამდებობს, მაგრამ ნამუსიანთა ცხოვრობს გემრიელ პურსაჭამს, გაიგე? ღამე თავს დადებს იმაზე რა ქვია, ბალიშზე. წყნარად ეძინება. აი ხიდან დადეკი თუქიდან. ხო და მოდი. ნამუსიან კაცს გაუმარჯოს. აი ადრე იტყოდნენ ხოლმე რომ ამ უნამუსო ცხოვრებაში ჯერ კიდევ ვისაც ნამუსი შეჩენიო. იყო ფიროსმანაშვილის თამადობით. რა? ადრე ქეიფს კარგად ყოფნას ეძახდნენ? უკეიფობა. უკეიფობა ნიშნავდა რომ ცუათა ვარ, ქეიფის ხასიათზე ვარ და თუ ქეიფობ, მაშინ ცუათ არ ახარ რა. სასიძეს ვინ ვაჩინოე. ჭეშმარიტად მაგარი რაღაცა. მაგარია. მოკეთ მეგობრებო. ეს გააკეთეთ. აი ამ ფერი უნდა გახდეს. ხო და ეს მოდი ეს თან შევალაკოთ აქ რომ თბილად იყოს. ნელ-ნელა ვიჭუქჭუქოთ. ამით გამოგევშთოთ მეგობრებო, აი ეს იყო საქონლის ხორცთან გაკეთებული ძალიან ცრიალი და გემრიელი მწვადი. კარგად ვზანდებოდეთ. შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეო.